ყველა ისტორიის მიღმა, რომელსაც გიყვებით, რეალური ადამიანები და მათი თავგადასავლები დგას. თქვენ უსმენთ გურულ ფაილებს. რადიო გურიაზე. როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი და როგორ გადაწყვიტა ერთმა პატარა ასობგერამ მთელი მხარის ბედი საუკუნით ადრე. სწორედ ამ ისტორიულ დრამაზე უნდა გიამბოთ დღეს. დღეს გურია ერთიანი, პატარა მხარეა, თუმცა ისტორიულად ის სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. აი ეს უკანასკნელი, ქვემო გურია, ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის თითქმის ზუსტად ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ეს ძირძველი ქართული მიწა გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ ჯერ კიდევ 1770-იან წლებში წაართვა, რის შემდეგაც ორ ძალას შორის საზღვარმა დროებით მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია მთელი ერთი საუკუნით შეინარჩუნა. როცა 1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო და მასთან ერთად გურიის სამთავროც თავის მფარველობაში მიიღო, სანქტ-პეტერბურგში მაშინვე გაუჩნდათ ამბიციური პრეტენზიები სტრატეგიულ ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სტამბოლში რუსეთის ელჩს, ანდრეი იტალინკის პირდაპირ წერდა: სასწრაფოდ იზრუნე ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი ისტორიულად გურიის სამთავროს ეკუთვნოდა. გურია კი ახლა უკვე რუსეთის ხელშიაო. საზღვრების ზუსტად შესასწავლად გურიაში საგანგებო ჩინოვნიკი პიეტრ ლიტვინოვი გამოგზავნეს. მას ქაიხოსრო და მამია გურიელებმა ოფიციალურად მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი ოდითგანვე გურია იყო. თავარმა ლევან გურიელმა კი იქვე დააზუსტა. გურიამ ბათუმი 80 წლის წინ, ხოლო კინტრიში 30 წლის წინ დაკარგაო. დიდი გარდატეხა 1828-1829 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომმა მოიტანა. რუსულმა არმიამ ჩურუქსუს, ანუ ქობულეთის მხარე სისხლისღვრითა და ბრძოლით დაიკავა. ეს ომი რუსეთის სრული გამარჯვებით და ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. აი სწორედ აქ მოხდა ის, რამაც ისტორია თავდაყირა დააყენა. ამ ზავის თანახმად ორ უზარმაზარ იმპერიას შორის საზღვარი მდინარე ჩოლოქსზე გაავლეს. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 30 კილომეტრის სიგრძის პაწაწინა მდინარე ჩოლოქი. უცებ ორად გაყოფილი მსოფლიოს უზარმაზარი იმპერიების გასაყარად და მკაცრ საზღვრად იქცა. ამ გადაწყვეტილებით გაიყო პატარა გურული სოფლებიც. ქაქუთი და აჭი პირდაპირ შუაზე გაიჭრა, სადაც ისე გამოვიდა, რომ ნათესავებმა და მეზობლებმა უცებ სხვადასხვა იმპერიის ქვეშევრდომებად გაიღვიძეს. მაინც რატომ დარჩა ქვემო გურია და ბათუმი ოსმალეთს, თუკი ომი რუსეთმა მოიგო? აქ ისტორიკოსები ორ საინტერესო ვერსიას გვიტოვებენ. პირველი ვერსიით, ეს უცოდინარობის ბრალი იყო. გენერალ გაბრიელ ყაზბეგს თავად პლატონ იოსელიანისგან ჰქონდა გაგონილი, რომ მთავარმართებელ ივანე პასკევიჩს ერთ-ერთ მიღებაზე ქართველებისთვის უთხოვია, რუკაზე ეჩვენებინათ თუ სად გადიოდა ქართველების რეალური განსახლების საზღვარი. როცა სამხრეთით პლატონ იოსელიანს ჭოროხის შუა წელზე დაუდია თითი, პასკევიჩს გულწრფელად უნანია. სამწუხაროა, რომ ეს დროულად არ ვიცოდიო. მეორე, ყველაზე მისტიკური ვერსიით კი ყველაფერი უბრალო ტექნიკურმა ლაფსუსმა, კალმის შეცდომამ გადაწყვიტა. ხელშეკრულების შედგენისას რუსეთი მთელ ტერიტორიას ჭოროხამდე ითხოვდა და ოსმალეთიც თანახმა იყო. თუმცა რუკებისა და დოკუმენტების წერისას მსგავსი ჟღერადობის გამო მდინარეების სახელწოდებები აურიეს და ჭოროხის ნაცვლად ხელშეკრულებაში ჩოლოქი ჩაწერეს. შეცდომა მხოლოდ რატიფიკაციის, ანუ ხელმოწერის შემდეგ შეამჩნიეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამ კურიოს მე-19 საუკუნის უცხოელი დიპლომატებიც კი ადასტურებენ. გერმანელი მოგზაური მაქს ფონ ტილემანი, რომელიც 1872 წელს ფოთში იმყოფებოდა, პირდაპირ წერდა: ფოთი საკუთარ ეკონომიკურ კეთილდღეობას მხოლოდ კალმის შეცდომას უნდა უმადლოდეს, რადგან საზღვარს ჭოროხზე უნდა გაევლო, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩაწერილი ჩოლოქის გამო რუსეთმა ბათუმის საუკეთესო პორტი დაკარგაო. ბრიტანელი დიპლომატი ედვარდ ისტვიკიც აყოლებდა: რუსებს ბათუმის ხელში ჩაგდება ძალიან სურდათ, მაგრამ სიტყვის დაწერაში დაშვებულმა შეცდომამ ყველაფერი წყალში ჩაუყარაო. თუმცა ქვემო გურიის დრამა ამით არ დასრულებულა. 1877
1878 წლების მორიგი ომის შემდეგ რუსეთის იმპერიამ ეს მხარე მაინც დაისაკუთრა, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა ადმინისტრაციულად აღარ აღდგენილა. ქობულეთის მხარე მშობლიურ გურიას, ანუ ოზურგეთის მაზრას აღარ დაუბრუნეს. ის ბათუმის ოკრუგის შემადგენლობაში შეიყვანეს კინტრეშის უბნის სახით. აი ასე, უბრალოდ ტექნიკურმა შეცდომებმა და იმპერიულმა ინტერესებმა შეცვალეს ჩვენი რეგიონის გეოგრაფია. წყარო. ხაჭაპურიძის გურიის აჯანყება 1841 წელს. ნოზაძის საქართველოს აღდგენისთვის ბრძოლა მესხეთის გამო. მაქს ფონ ტილემანისა და ედვარდ ისტვიკის ჩანაწერები. მომდევნო გადაცემისთვის გურულ ფაილებში სხვა საინტერესო ამბავი ერთად მოვძებნოთ.